პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე იყო აღნიშნა იმ ისტორიული დღის, როდესაც ქართულმა ხალხმა ესე ერთსლოვნად აირჩია დამოუკიდებლობა და მისცა უზარმაზარი იმპულსი პროცესს, რომელიც დაგვირგვინდა შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. ხო, ამის აღნიშვნა იყო და ცხადია მნიშვნელოვანი დღე თავისთავად კიდევ იმ უწყვეტ პროტესტში, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში უკვე 100 დღეზე მეტია და ფიქრობ ამ თვალსაზრისით ძალიან ღირსშესანიშნავი დღე იყო, იმიტომ რომ იყო დიდ რაოდენობით ადამიანი მოსული, მიუხედავად იმ ტერორისა, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება, ფინანსური ტერორისა, მათ შორის უამრავი ხალხი იყო მოსული და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, მთელს სამყაროს, რომ ქართველი ხალხი აგრძელებს ერთგულებას დამოუკიდებლობის იდეის მიმართ, თავისუფლების იდეის მიმართ. ხო? და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დღეა, ძალიან სასიამოვნო დღეა, ღირსშესანიშნავი დღეა და რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, მე ვფიქრობ, მის შეფასებები იყო აბსოლუტურად ადეკვატური, აბსოლუტურად სწორი, რაც შეეხება ვითარებას, რომელიც ქვეყანაში შექმნილ, მათ შორის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების შეფასებები იყო აბსოლუტურად ზუსტი, ადეკვატური და შეთავაზებაც, რომელიც მან გააკეთა, ვფიქრობ, არის ნორმალური შეთავაზება და ვისაც მიაჩნია, რომ მასთან ერთად ეს წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პლატფორმა, თუ დავარქვათ წინააღმდეგობის პლატფორმა, იქნება კარგი, ასე ვთქვათ, გაერთიანების საშუალება იმ უმნიშვნელო საკითხებზე, რომელიც იგივე თანხმობა არსებობს, მე ვფიქრობ, ეს კარგი შეთავაზება, ნორმალური შეთავაზება. მოდით ცოტა უფრო მეტი დეტალისკენ წავიდეთ. აი, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მტერი უწოდა და ის რასაც ჩადიან საზისღრობა ივანიშვილის დავალებით მოქმედი ამ ჯგუფის აი ამ პროცესს, რასაც უყურებთ, ხო? მან თქვა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის დაშლისკენ არის მიმართული ჩვენი თავდაცვის ძალების და ჯარის სრული დემორალიზაციისკენ, საზოგადოების დემორალიზაციისკენ. ნუ, რა ვიცი, თუ კი რამე ცუდი სიტყვის მოფიქრება შეიძლება პოლიტიკურ ენაზე, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს და მის მმართველობის რეჟიმს უწოდა. ამის პარალელურად მან თქვა, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლას ფიქრობს და აი ამ გარკვეული საკოორდინაციო თუ საკონსულტაციო პლატფორმიდან წინააღმდეგობის პლატფორმა. სიტყვებს მიღმა რეალურად რა შეიძლება შეიცვალოს, რისი მოლოდინი შეიძლება კონდეს სინამდვილეში იმ ხალხს, რომელიც არც იღლება და გამოდის, მაგრამ ამავე დროს ხვდება, რომ მხოლოდ ამისთვის გამოსვლა აღარ უნდა, რაღაც უფრო მეტი უნდა. ხო, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ახალი ეტაპი რატომ არის ამ წინააღმდეგობის პლატფორმის, ასე ვთქვათ, ეტაპი, იმიტომ რომ ვინც კი იქ თავის წარმოადგენელს იყოლიებს, ხო? შესაბამისად ეს კოორდინაციას ბევრად გაუმჯობესებს იმ თვალსაზრისით, რომ მე ვფიქრობ, ეხლა საჭიროა, რომ იგივე დელეგაციები ცალსარგე აღარ დადიოდეს, პრეზიდენტი სალკე აღარ მიდიოდეს და ის პარტიები, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევენ ახალ არჩევნებს და ევროპულ ვექტორზე ქვეყნის დაბრუნებას და პოლიტიკურ პატრიოტების განთავსებას, არამედ ერთად ვეწვიოთ ევროპულ დედაქალაქებს. ეს მნიშვნელოვანია ისევე ჩვენ მეგობრების საქმეში, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ ერთიანი. განსხვავებულები ვართ, მაგრამ მოთხოვნებში ერთიანები ვართ. და პრიორიტეტად ვაყენებთ ახლა სწორედ იმას, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა მოიპოვოს ახალი არჩევნები. ჩვენ ხალხს აქვს ეს ფუნდამენტური უფლება ამ მომენტისთვის წართმეული 26 ოქტომბრის გამო. და უნდა დაიბრუნოს ჩვენმა ხალხმა მისი ფუნდამენტური უფლება, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება. ამიტომ ვფიქრობ, ეს წინააღმდეგობის პლატფორმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმომადგენელი გვეყოლება და ვფიქრობთ, რომ იქ გვექნება საშუალება უფრო ოპერატიულად მოახდინოთ რეაგირება ამა თუ იმ მოვლენაზე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. პრეზიდენტთან ერთად შევიმუშაოთ ეს შეფასება იქნება თუ ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იქნება კონკრეტულ მომენტში, მე ვფიქრობ, ეს კარგი დამხმარე იქნება, კარგი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ჩნდება, სწორედ იმისათვის, რომ უფრო მეტი იმპულსი მივცეთ საპროტესტო პროცესს. კი ბატონო, აი საგარეო ასპარეზზე პრინციპში მე მგონი არ ამშემედავება, რომ ეს ყველაფერი ჩანს, როგორც შეიძლება უკეთესად მოხდეს და ზურაბიშვილის ეს ინიციატივა საქმეს წაადგება. მაგრამ აი ქვეყნის შიგნით უკვე
ადგილობრივი პოლიტიკური პროცესების დაგეგმვის, მართვის, რეაგირების კუთხით უკვე ყველა ხვდება, რომ კვირაში ერთხელ ქალბატონ სალომესთან მისვლა, იქიდან გამოსვლა, კომენტარის გაკეთება, ეს ამისთვის საკმარისი არ არის. მე არ ვიცი კონკრეტულად რას იგულისხმებს და რა გამოჩდება სტრუქტურული თვალსაზრისით, ფორმატის თვალსაზრისით, აი ამ სიახლეში, მაგრამ აი მაგალითად, ეხა კადრს ვადევნებთ თვალს და თქვენთან საუბრის შემდეგ ჩავრთავ ჩვენს კორესპონდენტს, იქ აქციაზე შეკრებილი საზოგადოების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არ დაიშალოს, ისინი ავიდნენ პარლამენტის ზედა შესასვლელთან, სკანდირებენ რუსებო და თვლიან, რომ ალბათ ჯობს იქ რო დარჩნენ, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გვეტყვი ჩვენი ჟურნალისტი, იმისთვის რომ ხვალ რომ მივლენ, სასესიო დღეა და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო კანონების თელი წყება მისაღები ეს კვირა მე მგონი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში რეკორდული რეპრესიული კანონების ერთად მიღების მესამე მოსმენების და კიდევ რამდენიმე ახალია დაინიცირებული და რომ იქ დარჩნენ და სირცხვილის დერეფანში გაატარონ ეს ამას შეიძლება მოყვეს სიტუაციის ესკალაცია და ასე შემდეგ პოლიტიკური პატიმრები წარმომადგენლები იქ იქნებიან მაგრამ ეს არ არის რაღაცა მართული პროცესი აი ამ ხრივ ლელო მახსოვს და ძლიერი საქართველო იყო პირველი და ინიციატორი რომ გაერთიანების კოორდინაციის უფრო მაღალი საფეხური ყოფილიყო. ამას გამოხმაურება ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან არ მოყვა, ზოგი უფრო კონსტრუქციულად მოეკიდა თქვენს ამ იდეას, ზოგისთვის ეს მიუღებლად დარჩა. რა იქნება ის ახალი ფაქტორი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის თუნდაც ამ ახალ ინიციატივას, რომლის შინაარსიც დიდად ასე არ ჩანს რომ განსხვავდებოდეს წინა ფორმატისგან, რომელიც მას აიყვანს ამ საფეხურზე, კოორდინაციის უფრო მეტ. მე ვფიქრობ, ზოგადად ეს ვეტოსუფლება უნდა მოეხსნას ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. ეს უკვე საინტერესოა. ხო, იმიტომ რომ აი ახლა რაც გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ვინ შეუერთდება პლატფორმას შეუერთდება. თუ ვინმე გადაწყვეტს რომ არ არის მის ვისაღები დარჩეს ამის მიღმა მე ვფიქრობ რომ ეს ცდელობა რომელიც ჩვენ გქონდა სამწუხაროდ არ შედგა სწორედ იმის გამო რომ სხვადასხვა პირობები სახელდებოდა ამათ კოალიციური პარტნიორი ცენტრის მხრიდან შესაბამისად ეხლა ეს მოცემულობა არის როდესაც თვითონ იღებ გადაწყვეტილებას თუ რაიმე არ გაკმაყოფილებს არ უერთდები დამთავრდა ამიტომ მე ვფიქრობ ამ თვალსაზრისით ერთი ნაბიჯი წინ გადავდგავთ ერთ ნაბიჯს და ამიტომ მგონია რომ ის რაც გამოცხადდა, კარგია, დაგვეხმარება იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ყველამ ერთად, ვინც ამ წინააღმდეგობის პლატფორმაზე ვიქნებით ერთად, პრეზიდენტთან ერთად, მათ შორის, ხო, სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ყველა იმ მოვლენაზე და მე ვფიქრობ, რომ მოვლენები ისეთი კატასტროფული სისწრაფით ვითარდება, რომ მოითხოვს ბევრად სწრაფ რეაგირებას, ვიდრე წარსულში ჩვენ გვჭირდებოდა, ხომ? ეხლა უამრავი რაღაც ხდება, მათ შორის ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, დინამიურად, რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს თავისთავად მოქმედებს, აგრძელებს მუშაობას რეგიონებში, უამრავ სამუშაოს ყოველდღიურად ვატარებთ, მაგრამ ამის პარალელურად ასევე ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, მე ვფიქრობ, იქნება კარგი დამხმარე და რაც თავარია ჩემი აზრით, კარგი იმპულსის მატარებელი იგივე ჩვენი საზოგადოებისთვის ქვეყნის შიგნით და საზოგადოებისთვის ქვეყნის გარეთ. ბატონო, აი და ბოლო კითხვას დაგისვავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ შემადგენელს და პოლიტიკოსებისა და პარტიების როლს. ამას აღიარებენ აქციის მონაწილეები, ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. მათ შორის ჩვენ ვხედავთ პატიმართა მშობლების პოზიციებსაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაზე მეტად მათ ეჩქარებათ საკუთარი შვილების გათავისუფლება უკანონო პატიმრობისგან, მაინც ძალიან სწორად და რაციონალურად აფასებენ სიტუაციას. დღეს ზვია ცეცხლაძის მამა გვყავდა სტუდიაში და ის ძალიან კარგად ხსნიდა აი ამ რაციონალური მიდგომის აუცილებლობას. მაგრამ ფაქტია, რომ აი დღესაც იქ აქციაზე გამოჩნდა განსხვავებული ინიციატივებიც. ითქვა, რომ მოდი ჩვენ თვითონ ავიღოთ რაღაც ნაწილი საკუთარ თავზე, რომ აი 8 აპრილს შევიკრიბოთ, არ დავიშალოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ არ თვლით, რომ ამ ადამიანებთან პოლიტიკური პარტიების საუბრების მიღმაც სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობითაც საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვაც იმისთვის, რომ არ იყოს
ფალსტარტები, არ იყოს რაღაცა ტიპის ისეთი ინიციატივები, რომელიც დიდ მხარდაჭერას ვერ აიყოლიებს და შეიძლება მისი არასწორად დასრულება იმედგამაცრუებელი აღნიშნოს. შესაძლებელია. მე მგონია რომ ეს ადამიანები რა თქმა უნდა ემსახურებენ, იმიტომ უნდა გითხრათ რომ მე მათთან შეხვედრის შემდგომ კიდევ ერთხელ კაფეოდ დავინახე, რატო ყავთ მათ ასეთი კარგი შვილები, იმიტომ რომ ესენი არიან მართლაც პატრიოტები, გამორჩეული, ასე ვთქვათ, ღირებულების მატარებელი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა და შემდგომ ვისაუბროთ იმაზე თუ როდის და როგორ უნდა განთავისუფლდნენ ჩვენი შვილები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა. ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, სიტყვები, რომელიც მე მათგან მოვისმინე. შესაბამისად, ამიტომაც არიან ესეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც უკანონოდ ყვებაში იმყოფებიან დღეს ქართული ოცნების საპყრობილეებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იმსახურებენ ყურადღებას, იმსახურებენ ჩართულობას პროცესებში, კომუნიკაციას მათ შორის, მე მომხრე ვიქნები ასეთ ტიპის კონტაქტების, ურთიერთგაცვლის ინფორმაციის, რომ მათ იცოდნენ ჩვენი ხედვის შესახებ, ასევე ჩვენ ვიცოდეთ მათი მოთხოვნების შესახებ. მე ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია და კარგია და ჯანმრთელი პროცესია, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავიანთ ოჯახის წევრებს, ასე ვთქვათ, დღეს საპყრობილეში ყავთ, დღევანდელ ხელისუფლებას, მათი ოჯახის წევრები და პრაქტიკულად მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში ამას ძალიან დიდი დაფასება ჭირდება. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს პატრიოტიზმი, რომელსაც ისინი ავლენენ, არის მართლაც განსაკუთრებით გამორჩეული და მე მინდა კიდევ ერთ ხაზი გავუსვა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ეხლა ქართული ოცნება დგავს, ემსახურება ერთ მიზანს, რომ გადაიტანოს ყურადღება როგორმე საზოგადოების უმწვავესი პრობლემისგან, რომელიც შექმნა ქართულ ოცნებამ, ხო, რომ დაგვაშორა ევროპულ პერსპექტივას, რომ ყოველდღიურად ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, რომ შიმშილობა კიდევ უფრო გამწვავდა. ადამიანები ტოვებენ, დღეს ახლა შემხვდა ერთი ახალგაზრდა და მითხრა, რომ აპირებს ქვეყანა დატოვოს და ეს არ უნდა დაუშვათ. მე მინდა ყველას მიმართო, ვინც უყურებს დღეს ტელევიზიას, არ უნდა გავახაროთ ქართული ოცნება, არავინ არ უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს გუზარმაზარი პერსპექტივა. რაც არის მათი ამოცანა, რომ დანერგონ უიმედობა, უპერსპექტივობა, რომ იფიქროს ხალხმა, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ეს არ უნდა დაუშვათ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყნის ერთგულება არის ახლა ამ ქვეყანაში ყოფნა. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს ამ ქვეყნის დატოვებაზე, იმის გამო, რომ ესეთი ავტორიტარული რეჟიმი ყავს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, საქართველოს სიყვარულით ნაკანახევი გადაწყვეტილება არის დარჩენა ამ ქვეყანაში, პროტესტის გაგრძელება, მანამ სანამ ქართული ხალხი არ დაებრუნებს საკუთარ სახელმწიფოს.